დასავლური ცივილიზაცია დაეფუძნა ქრისტიანობას. ეს ეფუძნება პიროვნებას, ღმერთის აღთქმა ადამიანთან, ღმერთის ურთიერთობა ადამიანთან და პიროვნების ცნებისთვის უპირატესობის მინიჭება. სიკეთე არ აღემატება პიროვნულობას, ხო? არანაირი სათნოება არ აღემატება პიროვნულობას. პიროვნებამ დაუდო სათავე ქვეყნიერების მშვენიერებას, ქვეყნიერების სილამაზეს, სიკეთეს და ასე შემდეგ. ცოტას თუ ახსოვს, რომ ცივილიზაციაში ეს უნიკალურობა, სადაც პიროვნება მოექცა პოლიტიკის ცენტრში, ხო, ინდივიდუალიზმი მოექცა აი ეს სახარებისეული არითმეტიკის ქვეშ, რომ ქრისტე მიატოვებს ერთს, მიატოვებს 99 ცხვარს და წავა იმ ერთის მოსაძებნად, არა? აი მთელ ამ პროცესში ეს ფუძე დასავლური ცივილიზაციის, სადაც ადამიანი იღებს მნიშვნელობას, არ გარიყავს ადამიანს არ ხდის სტიგმატიზირებულს. უფლება არ გაქვს შენ. ქრისტეს გაადამიანურობა, განკაცება, ეს არის სწორედ ის მოვლენა, რომელიც ადამიანს აჩვენებს ადამიანობის ნიმუშს. აი როგორ უნდა იყოს ადამიანი. ეს ბერმონოზნური ცხოვრებაც რა არის? გააზრება იმისა, რომ მე არ ვარ ადამიანის, როგორიც უნდა ვიყო და მე შენი იმედით ღმერთო მუშაობ ჩემს თავთან, რომ გავხდი ადამიანი. მე თუ ადამიანი გავხდები, მერე განვიხრთობი კიდეც, ხო? თუ მე ადამიანი არ გავხდი, მე როგორ განვიხრთობი? ღმერთი ქმნის ადამიანს, იცის რა რისკი, რომ ის სცოდავს და ბოროტებას შემოიტანს სამყაროში, არა? მთელი დასავლური ცივილიზაცია მოქცეულია თითქოს აი ამ სიმართლეში, რომ ადამიანს უნდა მისცე თავისუფლება, ხო? ღმერთს რომ სდომოდა ის რკინის ხელით აცხოვნებდა მას, ხო? ცხონება რომ ასე შესაძლებელი ყოფილიყო. მას ჭირდება არჩევანი, ხო? და აქედან ლოგიკურად დასავლურ ცივილიზაციაში განვითარდა აზრი, რომ იმისთვის რომ ადამიანს საერთოდ კონდეს შესაძლებლობა ან სცოდოს, ან სათნო ეყოს ვინმეს, ან სათნოება ჩაიდინოს, სიკეთე ჩაიდინოს, მან ეს უნდა გააკეთოს არჩევანით. ანუ გარეგნული ძალდატანება დასავლურმა ცივილიზაციამ გაიაზრა როგორც ანტიქრისტიანულ მოვლენად, რა, იმიტომ რომ შენ თუ ადამიანს არჩევანს არ უტოვებ, ხო? აი მარხვის სათნოება რო ავიღოთ ჩვენ, რომ ჩავაგდოთ ადამიანი დიდ მარხვის დროს რომელიმე ჭაში და არ მივცეთ რაღაც ყველიერი ან ხორციელი საჭმელი, ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ მან იმარხულა, ხო? შენ გჭირდება ცნობიერი არჩევანი, ხო? ამ განვითარებამდე როგორ მივიდა დასავლური ცივილიზაცია, როგორ ვცეთ პატივი ერთი მხრივ თავისუფალ ნებას და მეორე მხრივ არ დავკარგოთ პასუხისმგებლობა. თავდაპირველად ის უნდა ვთქვათ, რომ ადამიანის თავისუფალი ნება აღნიშნავს ადამიანის არჩევანის თავისუფლებას. ღმერთმა იცის, რას გააკეთებს ადამიანი, მაგრამ აჩვენებს, რომ შენი ნებით შეგიძლია ჩემთან იყო იცხოვრო. ჩემთან გქონდეს თანაცხოვრება, მუდმივი მყოფობა და შენი ნებით შეგიძლია ჩემთან არ გქონდეს. ეს ჩემთან თანაცხოვრება გაძლევს შინაგან სიხარულს. შენ რომ ეს გქონდეს, ის გეუბნება რომ მარადეულად, აი ასეთი გზით, მაგრამ შენ შეგიძლია იმ გზითაც იარ. იქ, სადაც ის მათ წინაშე იდგა, იქ ეუბნება რომ შენ გაქვს არჩევანის უფლება. ესე იგი ღმერთი არ ძალადობს ადამიანს. ეს მეორე საკითხია, მე რა შედეგს მივიღე, მაგრამ ღმერთი გეუბნება, შენ რა შედეგსაც მიიღებ, ესეც შენი გადასაწყვეტია. ედემში ღმერთს არ ქონია საკანონმდებლო ორგანო და პოლიცია, რომელიც ადამს აუგრძალავდა ჭამას. არანაირი მექანიზმი არ ჩანს, რომელიც აიცულებს. ღმერთსისა და ადამიანის ურთიერთობა არის სრულიად თავისუფალ ნებაზე. პოლიტიკური წესრიგი რას მიიჩნევს მომწესრიგებლად? ანუ ჩვენ ცოდვის, აღკვეთისა და სათნოების გავრცელების სახელმწიფო უნდა ვიყოთ. თუ
ცოდვა და სათნოება პერსონალური კატეგორიებია და ადამიანმა უნდა მიხედოს და ჩვენ მისი თავისუფლება უნდა უზრუნველყოთ, ეს არის ორი ტიპის ქრისტიანული პოლიტიკური შეხედულება, ხო? ადრეულ საუკუნეებში დომინირებდა ეს, რომ ჩვენ სახელმწიფომ რაღაცნაირად ის რაც პერსონალურია, ის სახელმწიფომ უნდა მოაწესრიგოს, დამალოს. შემდეგ უკვე დასავლურ ცივილიზაციაში ჩნდება, მათ შორის განმანათლებლობის შემდეგ, საკუთარ თავში პოულობს ის ძალას, იპოვოს ადამიანის უნიკალურობა, რომ ეკლესიის საქმე კეისარმა არ უნდა აკეთოს, მარტივად რომ ვთქვა. ნახეთ, ახლა ჩვენ მივდივართ იმ საკითხთან, რომ კი ბატონო, მე კი მაქვს თავისუფალი ნება, თქვენ გაქვთ ადამიანს ზოგადად თავისუფალი ნება აქვს, მაგრამ ნახეთ, უკვე მივდივართ იმ საკითხთან, საზღვრები. პიროვნული საზღვრების დაცვა რას ნიშნავს? მე შენი საზღვრები არ უნდა გადავლახო. გამიგე? და შენ ჩემი არ უნდა გადმოლახო. ამას თუ გაიაზრებს ადამიანთა საზოგადოება, იქ ცივილიზაციაა, იმას ქვია ცივილიზებული საზოგადოება. ყველაფერი არის ის თავაზიანობა, კულტურა, ეს ელემენტები საიდან მოდის? ამ საზღვრების გააზრებულობით. ეხლა ნახეთ თქვენ. თუ მე ვიაზრებ, რომ შენი პიროვნული საზღვრების გადმოლახვის უფლება არ მაქვს, მე არც კაცს მოვკლავ, არც ვიღაჩაღებ, არც შენზე რამეზე წვლას განახორციელებ ნებისმიერი სახის, აი შემდეგ ასე შემდეგ. ანუ დანაშაულისა და ცოდვის დიფერენციაცია ეს აუცილებელია. დიახ. სახელმწიფო სადაც მიიჩნევენ დანაშაულად, სახელმწიფო სადაც არ მიიჩნევენ დანაშაულად. ის რაც განეკუთვნება სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიას, რაც ხვას ვნებს, ანუ საზღვრების გადალახვა, ეს არის ის, რასაც აწესრიგებს სახელმწიფო. აი ამპარტავნება როგორ უნდა აკრძალო, ხო? ან როგორ უნდა დაიწყო აღასრულო. ამპარტავნება არის ყველაზე დიდი ცოდვა სათავე ცოდვის. ახლეთი, აბა, ეხლა შენ ამპარტავნების საზღვრები. ნახე რა საინტერესოა. ჯოჯოხეთი გადატენილია ამპარტავანი ქალწულებით. ესეთი გამონათქვამი აქვს წმინდა მამებს. ისევე როგორც ხორციელად თავისუფალ ცხოვრებას, სიამოვნებას მისდევ ადამიანი და ეს გაკარგინებს ღმერთთან თანაცხოვრებას და არსებობას, ასევე შინაგანი ამპარტავნება, ასკეტი შეიძლება იყოს, მაგრამ გადატენილია ჯოჯოხეთიო ამპარტავანი ქალწულებით. მეუფე, თქვენ ხელმძღვანელობდით წლების განმავლობაში დასავლეთ ევროპულ ეგზარქიას და დიდი ბრიტანეთში იყავით გარწევ. ძალიან ხშირად ხალხს არ ახსოვს, რომ ევროკავშირის წევრი, დასავლურ ცივილიზაციის წევრი არის მრავალი მართლმადიდებლური ქვეყანა. მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, კონკრეტულად ქართველი მართლმადიდებლების მიმართ დამოკიდებულება, თქვენ მიმართ, ქართული ეგზარქიების მიმართ დამოკიდებულება როგორია დასავლეთში? ზოგადად ევროპის კონტინენტზე, დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში არა მართლმადიდებლური ტრადიციის აღსარებლობის ქვეყნებმა და თვითონ სუბიექტებმა, რომის ეკლესია მაგალითად და სხვებმა, დახმარების მეტი არაფერი გაუკეთეს საქართველოს ეკლესიას. აბსოლუტური უმრავლესობა თუ კი რამ სასულიერო მსახურებისთვის, ღვთისმსახურებისთვის შენობა, ნაგებობა გაჩნდა, მათ დახმარების საფუძველზე. ანუ მთელი ამ ხნის განმავლობაში თუ კი სადმე ქართული ქრისტიანული თემი თავსაფარებდა და მას შეეძლო ღვთისმსახურება აღედინებინა. ეს იყო ძირითადად სოფლიო საპატრიარქოს ბერძნული ეკლესიისა და რომის კათოლიკური ეკლესიის დახმარებით. მაგრამ დასავლეთ ევროპაში ძირითადად რომის კათოლიკური ეკლესიის დახმარების ხარჯზე მიეცათ საშუალება ქართულ ქრისტიანულ თემებს, რომ ღვთისმსახურება ჩაედარებინათ. ამის გარდა, თუ კი ქრისტიანული თემები მართლმადიდებელი აღმოსავლური ქრისტიანული ტრადიციის მართლმადიდებელი თემები არის ძლიერი, არის ევროპაში. იმიტომ რომ ისინი არიან სხვადასხვა აღსარებლობიდან წამოსულები, არა მამაპაპის ტრადიციით შეგნებით. და მე შემიძლია დაგისახელო სხვათა შორის მართლმადიდებელთა რაოდენობა ევროპაში და ამერიკაში. და მე შემიძლია დაგისახელოთ გითხრათ ისეთი ქვეყნებიც, სადაც იმაზე მეტი მიტროპოლიებში ან სამთავარეპისკოპოსოში იმაზე მეტი მართლმადიდებელია აღსარებლობით, შეგნებით, ვიდრე საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა. ჩვენთან ხშირად ამას ამბობენ ხოლმე, ამით რომ გაშინებენ, რომ
ასაკუთრებით რუსული პროპაგანდა აკეთებს ამას, რომ აუტანელი იქნება აქ ცხოვრება. ანუ დასავლური ცივილიზაცია განიცდის ეროზიას და მე იმას არ ვამბობ, რომ დასავლურ ცივილიზაციაში არ არის პრობლემები, რომ ევროპაში რომ ზოგიერთი რაღაც იდეა ექსტრემალურად შორს არ წავიდა. ამაზე აი მაქსიმალიზმი საერთოდ არის უკვე უბრალოდ ისიც განპირობებული იყო იმით, რამდენი იყო წნეხი იქამდე, შემდეგ გამარჯვების შემდეგ ამან ზამბარასავით გაისროლა და არ არსებობს გამარჯვებული უმცირესობა, რომელსაც არ წაძლევს ხოლმე სული უმრავლესობაზე შური იძიოს ხო შემდეგ. ამას არავინ უარყოფს, უბრალოდ აი ეს რაღაცა ველური პროპაგანდისტული საწამლავი, რომელიც ადამიანის გონებას ჩაედინება თითქოს მართლმადიდებლისთვის აი სივრცეში ცხოვრება. აუტანელი იქნება შენთვის. აი თქვენ ამდენი წელი ცხოვრობდით ბრიტანეთში. აუტანელი იყო თქვენთვის ცხოვრება. აი მე გეუბნები თქვენ ადრეული 90-იანი წლებიდან მე თუ კი რამ ვისწავლე ქრისტიანობაში, ვისწავლე ბერძენი სასულიერო პირების დახმარებით. დიახ, კი მე აქ დავიწყე, იცით თქვენ ჩემი ბიოგრაფია საიდან იწყება და როგორ, მაგრამ მე გეუბნებით განვითარება. ათონელი ბერები იტალიაში, კალაბრიაში მოვაწეოდნენ. მასთან ერთად მე სწავლობდი ბევრ ამას, მათი ცხოვრება ეს ყველაფერი, ამ ყველაფერმა პიროვნულად ჩემი სოფხედელობა განავითარა ამ ცივილიზებულმა ხალხმა, გამიგეთ. მართლმადიდებლური თემები, კულტურული, მაინც ჩვენზე გაცილებით მორწმუნე თემები ყავს ევროპას. მერწმუნეთ. მე ეს დაკვირვებით ვიცი. მიუხედავად იმ ბევრი გამოწვევისა, რომელიც ჩვენ საზოგადოებას და სახელმწიფოს აქვს, თითქოს ჩვენ გვაკლია კულტურულად ევროპა ვართ. მეთახმებით ხო ამაში? მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუციურად ჯერ ვერ ტრანსფორმირდით დასავლეთად, ხო? დასავლეთ დამოუკიდებელი სასამართლო ჭირდება, შეკავების და კაწონასწორების მექანიზმები ჭირდება და ასე შემდეგ. ინსტიტუციურად მიუხედავად იმისა, რომ ამად ვერ გარდავიქმენით, კულტურული კოდი სრულიად დასავლურია. მიუხედავად აი იმ ბევრი პოსტ-ტოტალიტარული ტრამვისა, რომელიც გვაქვს, ხედავთ თქვენ, რომ რაიმე თვალსაზრისით შესაძლებელია ამ საქართველოს იდენტობის გადაწერა რაიმე სხვა. იცით, შეიძლება ვთქვათ გადაჭარბების გარეშე, რომ რენესანსი ევრაზიის კონტინენტზე ადრეულ დროში იყო საქართველოში. რენესანსი რა არის? ეს არის ჰუმანიზმის ერთგვარი აპოგეა, ხო? რომელიც ეფუძნება ქრისტიანობას. ეს არა ჰუმანიზმი ათეიზმის, ასე ვთქვათ, სადაც ადამიანი ანაცვლებს ღმერთს, ხო? რითი იწყება ღმერთო ერთო შენ შექმენ სახეყოვლისა, ტანის მაგით იწყება და რითი მთავრდება უყვასისადმი თავის დადებით, ხო? ეს ცნობიერება წარმოიქმნა საქართველოში, ხო? ადრეულ ხანაში. რა არის ევროპა? ევროპა არის ჰუმანულობა. ღმერთის განდევნა არ არის ადამიანიდან ევროპა. ევროპა გეუბნება, რომ მას ასე ესმის, ასე სჯერა და შენ არ გაქვს უფლება, რომ აიძულო. ეს ანიშნავს, რომ ევროპას ნაკლოვანება არ აქვს, ხო? რას აქვს, რას არ აქვს ნაკლოვანება? სადაც ადამიანია, ყველგან არის ნაკლი, სადაც ადამიანთა კრებულია, სახელმწიფოებია, ესეთი აბსოლუტურად იდეალური არ არის ევროპა. ვერ იქნება სამყარო იდეალური. ევროპაში სამართლებრივი წყობა არის ყველაზე ახლოს ადამიანურ ცხოვრების გამოცდილებაში ცივილიზებულ გარემოსთან. და ასევე ინდივიდუალიზმი, ხო? ადამიანის წინ დაყენება მათი ასე კოლექტივზე, ხო? ინდივიდუალიზმი ხო ეს არის ვაჟაფშაველა ამ თვალსაზრისით. დიახ, აი შორს არ წავიდეთ, თუნდაც ვაჟაფშაველა. ინდივიდუალიზმის როგორ შეიძლება ინდივიდუალიზმი და ინდივიდუალურობა ეს კნინობით ფორმატში წარმოაჩინო, როცა ღმერთმა გითხრა პიროვნება ხარ შენ. კოლექტიური სული ეს სიმახინჯია.
შუგულ შეიძლება კოლექტიური სული არსებობდეს, სულიარი პიროვნების. მაგრამ ჩვენ შეიძლება გქონდეს თანხმედრა ღირებულებებზე, მსოფლმხედველობაზე. თუ არსებობს თანამოაზრეობა, თან მეგობრობა რა არის ქვეყნებში და უფრო ადრე ადამიანებში, ხალხებში, მეზობლებში. რას ეფუძნება მეგობრობა? მსოფლმხედველობას, თანამოაზრეობას. ვისი თანამოაზრე ხარ? სახელმწიფო ვის თანამოაზრეა? ვისი მონათესავე? ხო, ვის ენათესავება, ვის თანამოაზრე ხარ? აი მოდი რა თქმა უნდა განსხვავება ჩვენსა და დასავლეთ ევროპელებს, ან თავად დასავლეთ ევროპელებს შორის, ან ევროპელებსა და ამერიკელებს შორის არსებობს, ხო? მაგრამ აი ეს უმაღლესი კულტურა და უმაღლესი კოდი, რომელიც საერთო გვაქვს, ამის უარყოფა შეუძლებელია. ვერ ვარყოფთ, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ჩვენი ისტორიული გამოცდილებით ისინი ჩვენთან არიან კავშირში. იმისთვის რომ ვიღაცასთან მეგობრობდე, შენი თვითმყოფადობა, შენი იდენტობა უნდა შენარჩუნებული გქონდეს, ხო? დასავლეთში ხანდახან ეს ეშლებათ ხოლმე. ჩვენი პოლიტიკური სისტემა, ყველა დროს მე რასაც ვფიქრობ, ხო? როცა ვიღვიძებდით, როცა დამონებული ვიყავით, მაშინაც ევროპული იდეები, ხო? თერგდალეულები ვინ იყვნენ, ხო? 19 საუკუნეში ამან განსაკუთრებით იპოვეს. როცა თავისუფლდებოდა დასავლური ქართველი ერი და ევროპასთან ერთად წერდით პრაქტიკულად და ბევრზე ადრე აი ამ თანასწორ იდეებს, ხო? და მას მერე რაც გავთავისუფლდით მიუხედავად აი ამდენი რაღაცა ბოროტების იმპერიის შიგნით აი ამდენი ჩაგვრისა და მაინც დასავლეთისკენ ვიყურებოდით ერთადერთი მიზეზის გამო იმიტომ რომ სულ ვიყავით დასავლელები. ერთ სახალისოს ვიტყოდი რომ ჩემ ბებიას ძმები, ციკლაურები, ესენი იყვნენ მათი მამა ქაქუცა ჩოლოყაშვილის დროის ის იყო რა ქვია ამ პროცესებში იყო ჭართული მუსიკა ციკლაური და ეს ჩემ ბებოს ძმები მეუბნებოდნენ ხოლმე იმედავ შვილო არც ვინ დაჩაგრო და არც ვის ეჩაგვრინო. აი მაგაზროვნებას ვსურვებ ქართულ საზოგადოებას და ჩვენ ნამდვილად ვიქნებით ის რაც გვინდა რომ ვიყოთ. სადაც ჩაგვრა, იქ ადამიანი კვდება. ხო და აქ იმიტომ მოვედი რომ მინდოდა ქრისტიანობას ვიღაც გამოსარჩლებოდა. ეგ არის. წავედით.